შესაძლოა კიდევ ერთი აღმოჩენით დადასტურდეს, რომ საქართველოს ღვინის უძველესი კერაა. სწორედ ამის დასადგენად მარნეულის რაიონის სოფელ იმირში აღმოჩენილ ნივთებს ამ წუთებში ლაბორატორიული კვლევა utardeba. ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლეულის ნივთები, რომლებზეც უძველესი ყურძნის წიბწებია შემორჩენილი. სპეციალისტებმა არქეოლოგიური გათხრები 7 აპრილს დაიწყეს, ექსპედიცია თვის ბოლომდე გაგრძელდება. აღმოჩნდა დამწვარი თიხის ჭურჭელი, ძვლები, სხვადასხვა ქვის იარაღები, ძვლის იარაღები და მათ შორის იყო ხორბლეულისა და სხვა მარცვლოვნების თესლი და იყო აგრეთვე სწორედ ხორბლის გარდა იყო ქერის, აგრეთვე იყო ყურძნის წიბწები, რომელიც ჩვენთვის რაღაცა საკმაოდ მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს. ამ ტერიტორიაზე ადამიანმა პირველად ველური ვაზი მოიშინაურა. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწორად და ეფექტურად სამეცნიერო წრეებში წარმოვადგინოთ საერთაშორისო პლატფორმებზე და მოვახერხოთ ამითი ჩვენი კულტურის პოზიციონირება. საქართველოს ღვინის სამშობლო, საქართველოს არის ღვინის აკვანი, მაგრამ ჩვენ იმისთვის რომ ეს ინფორმაცია მსოფლიოს მივაწოდოთ, რა თქმა უნდა გჭირდება მეტი სამეცნიერო დასაბუთებული ინფორმაცია. სწორედ ამ მიზნით დაიწყო სამეცნიერო კვლევითი პროექტი, რომელიც არის მრავალდისციპლინიანი, მათ შორის აქ არის არქეოლოგია, მაგრამ არა მხოლოდ, აქ არის გენეტიკა, ეს არის დნმ-ის კვლევა, ძველი მასალების შესწავლა.